საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო ლილოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის მფლობელი ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403.095 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. კომპანიის მფლობელს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც საჯარის სახე და ზომა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორ პირს კი ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც საჯარის სახე და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. მოუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, მოგვაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და ითანამშრომლონ სამართალდამცავ სტრუქტურებთან.